მოგესალმებით. დღეს 2026 წლის 19 მაისია და მე მინდა დავამახვილოთ დღევანდელი გადაცემაში ყურადღება იმ საქართველოში მიმდინარე ბოლო მოვლენებზე, რომლებიც საქართველოს ტელევიზიით გადმოიცემა და რომელთაც ჩვენ კიდევ ერთხელ ტალღით ვიგებთ ჯერ გამომდინარეებისგან გუშინ 18 მაისს იქნა დაფიქსირებული, დღეს კი ირაკლი კობახიძის მხრიდან, რომ საქართველოში იქმნება ახალი სტრუქტურა, რომელიც სავარაუდოდ ალბათ შეუაღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ან შეიძლება ცალკე რაიმე განყოფილებაც ჩამოყალიბდეს და რომელიც საქართველოს მოქალაქეების სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ერთ-ერთი ორგანო იქნება. დიდი ალბათობით ალბათ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევა ცვლილებები და დიდი ალბათობით ალბათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსშიც შევა ცვლილებები და მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ კიდევ დაიწყება ახალი სისხლსამართლებრივი და ადმინისტრაციული სამართლებრივი დევნა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების გამო. ესე იგი, საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა არც ეგრეთ წოდებული ტროტუარის კანონი და არც ეგრეთ წოდებული რუსული კანონი, რომელთაც ზღუდავს არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების მოღვაწეობას საქართველოში, არამედ ზღუდავს სიტყვის აზრის გამოხატვას და ის გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს ამას, საერთოდ კრძალავს ადამიანს, რომელსაც არ აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრი, გამოიყენოს სიტყვის უფლება და ეს სიტყვის უფლება საქართველოს ხელისუფლებას აუგოძია მოსახლეობისთვის, ეს სიტყვისა და აზრის გამოხატვის უფლება ზოგადად კაცობრიობას უბოძა, თვითონ ადამიანთა ისტორიამ უბოძა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებმა და შეთანხმებებმა. შესაბამისად, ყველა ის შეზღუდვა, რომელიც ზღუდავს და გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს ამას, რეალურად ეს არის ბათილი, მაგრამ დღეს გვაქვს საქართველოს ის სახელმწიფო, სადაც ყოფილი ადვოკატი მამუკა მდინარაძე გამოდის და საქართველოს მოსახლეობას აფრთხილებს, რომ თქვენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უნდა გაუქმდეს, უნდა შეიზღუდოს და თუ ის ჩვენი წარმოდგენით და სიძულვილის ენაში გადადის, თქვენ გემუქრებათ სისხლის და ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით პასუხისმგებლობა და ეს საკმარისად არ მიიჩნია ირაკლი კობახიძე. დღეს გამოვიდა ირაკლი კობახიძე და მოსახლეობა კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში და ადმინისტრაციულ სამართლის კოდექსში სავარაუდოდ შევა ცვლილებები, სახელდებით ასე არ ვთქვამთ, რომ შევა ცვლილებები, მაგრამ მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ იქმნება სპეციალური ორგანო, იქმნება სპეციალური განყოფილება, რომელიც საქართველოს მოსახლეობას შეუზღუდავს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას, ესე იგი კონტროლს გაუწევს სოციალურ ქსელებში საქართველოს მოსახლეობის მიერ დაფიქსირებულ საკუთარ პოზიციას. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ტყუილად არ ვთქვი, ეს ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სისხლის სამართლის კოდექსში შევა შესაბამისი ცვლილებები. დღეს ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას ვერ გასცა პასუხი, როდესაც ჟურნალისტმა მოსთხოვა მას განმარტოს, სად მთავრდება სიტყვის თავისუფლება და სად იწყება სიძულვილის ენა, ვინ უნდა გაავლოს ზღვარი. ირაკლი კობახიძემ მხოლოდ ერთი წინადადებით უპასუხა, მხოლოდ 7 ბრუნვაში, რომ ამას გადაწყვეტს სასამართლო, ამ პრაქტიკას დაადგენს სასამართლო და ნელ-ნელა შეიქმნებაო, ასე ვთქვათ, ეს პრაქტიკა და სასამართლო
მიანიჭებს ესე იგი კონკრეტული პირის მოქმედებას ან გამოხატვის თავისუფლებას არის თუ არა სიძულვილის ენა. მე ჩემი პოზიცია დღეს სწორედ იმიტომ ვწერ ამ გადაცემას, რომ ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. არ არსებობს საკანონმდებლო ბაზაში ასეთი განმარტება, რომ ჯერ სასამართლო ადგენდეს პრაქტიკას და შემდეგ ქვეყნის პირველი პირი, რომელიც შემოქმედი იყო, როგორც საქართველოს იმ საკანონმდებლო ბაზის, რასაც ქართული ოცნება 14 წელია ქმნის და ფაქტობრივად ზღუდავს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს და სხვა საკანონმდებლო აქტებს, რომლების ავტორის და რომლების ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი ირაკლი კობახიძეა, მას უნდა ისმოდეს ის, რომ ჯერ კანონი იქმნება და მხოლოდ ამის შემდეგ იქმნება სასამართლო პრაქტიკა. ესე იგი, ჯერ საკანონმდებლო დეფინიცია იქმნება, რა არის სიძულვილის ენა. განმარტება მუხლის დისპოზიციაში უნდა ჩაიდოს, რა არის სიძულვილის ენა, რომ მერე სასამართლომ გადაწყვიტოს, შეუფარდოს კონკრეტულ მოქალაქეს ეს ნორმა თუ არ შეუფარდოს, ესე იგი სასამართლომ გადაწყვიტოს, მოქალაქის მხრიდან ადგილი ჰქონდა თუ არა სიძულვილის ენის გამოყენებას კონკრეტული პოსტის გამოქვეყნებისას ან კონკრეტული ჩანაწერის გამოქვეყნებისას. მე უფრო მეც დავამატებდი დღევანდელი ჟურნალისტის კითხვას ირაკლი კობახიძის მიმართ და ირაკლი კობახიძის მოვთხოვდი განმარტებას, სად გადის ზღვარი ფაქტის კონსტატაციასა და სიძულვილის ენას შორის. თუ მე ვარ იურისტი, მე ვარ ადვოკატი და მე ვიცავ კონკრეტულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელმაც გამოიყენა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებულით ადამიანის უფლება სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებისა და დააფიქსირა თავის ასე ვთქვათ სოციალურ ქსელში თავისი აკაუნტით დააფიქსირა თავისი პოზიცია. პირობითად ვამბობ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველდღიურად ზღუდავს ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებების ფუნდამენტურ უფლებებს. ეს არის სიძულვილის ენა, თუ ეს არის ფაქტის კონსტატაცია. შესაბამისად, დღევანდელი და გუშინდელი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იმის განმარტება, რომ საქართველოში იქმნება სპეციალური ორგანო, რომელიც გააკონტროლებს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან დაფიქსირებულ სოციალურ ქსელებში პოზიციას, არის თუ არა სიძულვილის ენა და მე ვფიქრობ, რომ ამის გადაწყვეტის და შეფასების საშუალება მხოლოდ ოცნების წარმომადგენლებს ექნებათ, იმიტომ რომ ფაქტია, რომ დღევანდელი საქართველოს მოქალაქეების რიტორიკა, პოზიცია მხოლოდ ქართული ოცნების წარმომადგენლებს არ მოსწონს, დანარჩენი მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნებისა და წარმომადგენლებისთვის ის ძალიან ობიექტურია და ძალიან სწორი, ასე ვთქვათ. ამიტომ თავისუფლებას მივცემ, რომ მივცე განმარტება და გავაკეთოთ, დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რომ ერთადერთი მუხლის დისპოზიციის განსაზღვრელი იქნება ქართული ოცნება და ამას მე ჩემი ვარაუდით გადაწყვეტს ის ერთადერთი პიროვნება, ვისაც არ მოსწონს საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიურად დაფიქსირებული პოზიციები და ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ემორჩილება საქართველოს პარლამენტი, რომელსაც ემორჩილება საქართველოს მთავრობა, რომელსაც ემორჩილება ის სასამართლო, რომელზეც საქართველოს აღმასრულებელი და საქართველოს საკანონმდებლო ორგანო, წარმომადგენლობით საკანონმდებლო ორგანო განმარტავს, რომ სწორედ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს და განმარტოს, რა არის სასამართლო პრაქტიკით თან, რა არის სიძულვილის ენა, რომ ესე იგი მათ ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული ერთჯერადად პოზიცია, რა ქმედება შემოაქვთ დასჯადად, რა უნდა გახადონ დასჯადად. როგორი ქმედება უნდა გახადონ დასჯადად და ფაქტი იმისაა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ზღუდავენ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას
იმის შიშით, რომ ევროპის საბჭოს, ევროკავშირის ქვეყნებმა და ევროკავშირის სტრუქტურებმა მომდევნო მომავალში არ დააფიქსირონ ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლების ეს განცხადება უარყოფითად და არ შეაფასონ კრიტიკულად. დღეს თავდაცვით პოზიციაში გამოვიდა ირაკლი კობახიძე და განმარტა, გაიხსენა დანიაში მიტინგის დარბევის ფაქტი და ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში დაადანაშაულა ევროკავშირი, როდესაც ევროკავშირმა არ შეაფასა და სათანადოდ ქართული ოცნების მოსაწონი შეფასება არ მისცა დანიაში 2025 წელს 13 მაისს გამართულ პალესტინის მხარდამჭერ მიტინგს, რომელიც მე ვფიქრობ და ჩემი დასაბუთებული ვარაუდით იყო ანტისემიტური უფრო, რის გამოც ეს ასე ვთქვათ, ეს გამოხატვის თავისუფლება დანიაში იმ მოქალაქეების, რომელიც პალესტინას უჭერდნენ მხარს 2025 წლის 13 მაისის მდგომარეობით, დარბეული იქნა იმ მეთოდებით და იმ გზებით, რომელიც დღეს 2026 წლის 19 მაისს გაიხსენა ირაკლი კობახიძემ და 1 წლისა და 1 კვირის შემდეგ მოითხოვა შეფასება მისცეს ევროკავშირმა დანიაში დარბეულ მიტინგს. კითხვა მიჩნდება, ძალიან ლეგიტიმური კითხვა მიჩნდება იმის, რატომ მოაგონდა ირაკლი კობახიძეს მაინც და მაინც დღეს 1 წლის და 1 კვირის შემდეგ დანიაში დარბეული ანტისემიტური, მაგრამ პალესტინის მხარდამჭერი მიტინგი. რატომ გააიგივა იმ ფაქტთან, როდესაც ევროკავშირმა ქართულ ოცნებას უსაყვედურა მიტინგების, მანიფესტაციების დარბევის დროს წყლის ჭავლთან ერთად ქიმიური იარაღის გამოყენება. კითხვა მაქვს. და მე ვფიქრობ, რომ ეს კითხვა საჭიროებს ადეკვატურ პასუხს. რატომ 1 წლის შემდეგ, რატომ გაახსენდათ ეს ფაქტი? მაშინ, როდესაც პალესტინა, ირანის პოზიცია დღის მდგომარეობით და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა ურთიერთობა აქვს ქართული ოცნების წარმომადგენლებს პალესტინასთან და ირანთან. და მაშინ, როცა გუშინდელი განცხადება საკმარისად არ მიიჩნია ირაკლი კობახიძემ და დღეს ირაკლი კობახიძე გამოდის და საქართველოს მოსახლეობას ეუბნება, რომ თქვენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდება და თქვენ ეს არასაკმარისად გაგაგებინათ და არასაკმარისად გაგიმარტათ მამუკა მდინარაძემ და დღეს კიდევ იმისათვის, რომ ევროკავშირმა არ უსაყვედუროს საქართველოს, აი ამ მორიგი შეზღუდვის დაწესების ინიცირება, ასე ვთქვათ, მოიშველია მიზეზად 2026 წლის 13 მაისის ანტისემიტური მიტინგის დაშლის მეთოდები და მოითხოვა დანიის სახელმწიფოსგან მოითხოვა განმარტების გაკეთება. რამდენად აქვს საქართველოს უფლება, საქართველოს ხელისუფლებას უფლება მოითხოვოს დანიის ხელისუფლებისაგან ანგარიში ჩაბარება. და რამდენად აქვს საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც არ სურს, ასე ვთქვათ, ადამიანის უფლების რეალიზება, რომელიც ყოველდღიურად ზღუდავს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, რომელიც ძარცვავს საკუთარ მოსახლეობას, ძარცვავს ხანდაზმული დავალიანებების ამოღების, ძარცვავს ფასებით, ძარცვავს პირველადი პროდუქტების ფასებით და ჩვენ ყველა ძალიან კარგად ვიცით ის გარემოება და ჩვენ ყველა ძალიან კარგად გვახსოვს ის, რომ როდესაც გამოვიდა ქვეყნის
ფაქტობრივად ქართული ოცნების დამფუძნებელი და მისი პოზიცია გააჟღერა არაერთხელ საქართველოს დღევანდელი პარლამენტის თავმჯდომარემ და ირაკლი კობახიძემ იმის თაობაზე, რომ თუ სანქციებს გამოიყენებდნენ ბიძინა ივანიშვილის ან რომელიმე საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან აი ამ სანქციების საფასურს ამოიღებდნენ საქართველოს მოსახლეობისგან. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ასეთი განცხადება და ყველამ ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს სწავლებზე პირველად მით უმეტეს ისეთ მნიშვნელოვან სამედიცინო საშუალებებზე, რომლებიც აუცილებელია საქართველოს მოსახლეობისათვის, პირველად მოხმარების პროდუქტებზე, ასევე სხვა საბაზრო პროდუქტებზე მაღალი ფასები რატომ არის განპირობებული საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ესე იგი, არის თუ არა კავშირში ადრინდელი ბიძინა ივანიშვილისა და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადება, რომ თვითეული დასანქცირებული პირის ზიანი, სანქციების გამო გამოყენებული ზიანი ამოღებული იქნება საქართველოს მოსახლეობისგან, არის თუ არა კავშირში საქართველოს დღეს იმ ფასებთან, რომელიც არის წამლებზე, რომელიც არის პროდუქტებზე, რომელიც არის სხვა დანარჩენი. ესე იგი, საქართველოში ფაქტობრივად მიმდინარეობს მოსახლეობის რეკეტი ხელისუფლების მხრიდან. ეს ხელისუფლების წარმომადგენლები არიან როგორც საქართველოს პარლამენტის, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან და ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველოში თითოეულ პროდუქტზე, თითოეულ წამალზე, რომ წამლის შემოტანაზე, თითოეული პროდუქტის შემოტანაზე არსებობს სპეციალური ლიცენზიები, რომელიც ლიცენზიები გააჩნიათ მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს, რომლებიც ფაქტობრივად რომლებსაც საქართველოს ბიუჯეტი მიაქვს სახში და ეს საქართველოს ბიუჯეტი არის ყოველწლიურად 13 მილიარდიანი ბიუჯეტი და ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს პირები არიან დასანქცირებულები და აი ამ პირებს, აი ამ ფასების მეშვეობით ეს პირები ინაზღაურებენ თავიანთ ზიანს. შესაბამისად, დღევანდელი გადაცემა ამით მინდა დავამთავრო, რომ ევროკავშირის კენხელის თითის ჩვენება, რომ ევროკავშირი იყენებს ორმაგ სტანდარტებს და ევროკავშირის მოიხსენო იმ კონტექსტში, რომ დამალოს საკუთარი, ასე ვთქვათ, უკანონო ქმედება, ეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ძალიან მდაბიო და ძალიან არაადეკვატური ქმედება.